მოგესალმებით. ეს ციგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორსკიფანიძე ვარ და დიდი დღეა დღეს, იმიტომ რომ ციგნების თაროს 22 სეზონის მეოთხედ ფინალი უნდა ვითამაშოთ, გამოვარკვიოთ ნახევარფინალისტის ვინაობა და მოკლედ დიდი დაძაბული თამაში გვაქვს. ნება მიბოძე წარმოგიდგინოთ დღევანდელი თამაშის მონაწილე გუნდები. ილიონი და ბრაზილია. სალამი ხალხო. გამარჯობა. შესანიშნავად, გადასარევად, თქვენი ქვეჯგუფები ტრიუმფალურად გაიარეთ თამაშები, რამდენიმე შესანიშნავი თამაში ჩაატარეთ, ახლა მეოთხედფინალში ხართ და გინდათ ნახევარფინალში მოხვედრა, ხო? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მე გაგამხნევებ, გეტყვით რომ თამაშის ბოლოს თითოეული თქვენგანი მიიღებს ციგნის ვაუჩერებს ჩვენი პარტნიორისგან, გამომცემლობა ინტელექტისგან. ასევე მაყურებელს ვეთქვი, რომ ტრადიციულად ერთგულად ჩვენ გვერდშია ჩვენი პარტნიორი PSP და შეგახსენებთ მთავარ პრიზსაც, რომლისთვისაც უკვე ფინალში თუ მოხვდებით, მე იბრძოლებთ, ეს გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრი. დავიწყოთ? დავიწყოთ თამაში ციგნების. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. ცალსახაა, რომ თქვენ ამ კითხვის გამოცნობა მოგიწევთ. ეს პერსონაჟი მე-20 საუკუნეში გამოჩნდა და არაერთ ცნობილ ნაწარმოებში გვხვდება. შეიძლება ითქვას, რომ მისი თავისებურება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სიმბოლურიცაა. ცალსახაა, რომ მასზე კონკრეტული შთაბეჭდილება ვერ დაგრჩებათ. მას არ აქვს ზებუნებრივი შესაძლებლობები. მაგრამ ამას ფიზიკურ ნაკლად ვერ მივიჩნევთ. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მასში ბოროტი ეგო სჭარბობს. თუმცა პირველი და ბოლო შთაბეჭდილებები ძალიან ხშირად მცდარია ხოლმე. შესაძლოა ზოგჯერ უბრალოდ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს აირჩევ. აი, ჰარვი რა ორსახაა და იქიდან აქედან იყო. ჰარვი დენტისტის არაფერი არ არის ცალსახა, იმიტომ რომ ის ორსახაებით ირჩევს თავის გადაწყვეტილებას. ეს ორი პასუხია. ეს არის ჰარვი დენტი, ორსახა. ისი კომიქსის ცნობილი პერსონაჟი, რომელიც თავიდან კაიკაცია და მერე უცებ რა დაემართება საწყალს. ჰარვი, 3-0 ხდება ანგარიში, ბრაზილია წინ გადის პირველი რაუნდის შემდეგ, სწორად დაიჭირეს მინიშნებები და გავაგრძელოთ თამაში. მეორე რაუნდი. ციტატა. მას გაცილებით დიდ მნიშვნელოვან აუცილებლობად მიაჩნდა, მაგალითად გიტარა და ესპანური სიმღერების ცოდნა. შეიძინა გიტარა, შეისწავლა დაკვრა, ესპანური სიმღერები და იმდენი ესპანური, რომ ხალხს დამეგობრებოდა. რადგან გაქცევით აბა რატომ უნდა გაქცეულიყო ვინმე მისგან. სხვადასხვა ესპანურ ფრაზებს, ფრაგმენტებს სიმღერებიდან და ცნობილი ლექსებიდან ის შემოქმედებითა დაერთიანებდა. რათა ზუსტად გამოეხატა თავისი გულის ნადები. საერთოდ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მის ამ ესპანური ვარიაციების გრამატიკულ სისწორეზე თავს ვერ დავდებ. მათი ემოციური გამომსახველობა კი აშკარაა. დიახ, შემდეგ ქარი ისევ აუცილებელი გახლდათ, როგორც გიტარა. ქარს იმ დღეს უნდა ეკროლა, როცა ის ქალაქის ერთ-ერთ ხიდზე გადადიოდა და სერვანტესის ძეგლისაკენ იღებდა გეზს. რადგან არც ერთხელ არ დაუნახავს ეს კადრი ისე, რომ მის თმას ქარში არ ეფრიალა. ვერსია არ არის, 30 წამი გაქვთ ფიქრისთვის. ქარს არ იტყობენ ბოლოს კენდო. სამი, 2, 1. ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება მეგობრებო, ყურადღებით. ოცნება ეს გამჭვირვალე ქსოვილი, ჰაერზე უფრო მსუბუქი მატერია. აბრეშუმი? აბრეშუმი. ეს არ არის სწორი პასუხი, არა. ეს არ არის სწორი პასუხი.
დავაგრძელებ დამატებით მინიშნებას და დავასრულებ კიდევაც ბრაზილიასთვის. ჩვენი უხილავის სულის ყველაზე ჰაეროვანი ნაწილი, რომელიც შეიძლება ცხოვრებით არის ნაკარნახევი, მაგრამ ორიოდ ქულით ყოველთვის წინ უსწრებს, ყოველთვის ჯობია მას. ახლა კი უნომრო პალატაში სანდრო ლიჩელი ფანქრით ხატავდა ფანჯრიდან დანახულ სანახს. ვაგისმენთ სანდრო მიჩელი ხატვარზე ესპანურდა. 3 სხვა რამ 2 გვირაბი იყოს. არა არის გვირაბი ერნესტო საბატო. ხატვარი და ესპანური. რომ ჩათვალეთ რომ სანდრო ლიჩელი არა ხუან პაულო კასტელი არის მანდ იტალიელი. ხო. მაგრამ არ გაგახსენდათ რომ ლიჩელი ქართული გვარია. თანამედროვე ქართული ენაზე. გვირაბი არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. გვირაბი არ არის სწორი პასუხი. მართლა ძალიან იტალიურად ჟღერს სანდრო ლიჩელი, მაგრამ ქართველი შეიძლება იყოს სანდრო ლიჩელი, ალბათ ვიღაც არის საქართველოში, იმიტომ რომ ლიჩელი ქართული გვარია. ეს არის ნაირა გელაშვილის მივემგზავრები მადრიდში. მადრიდში რომ ხდებოდა მოქმედება, ეს მე მგონი გასაგები იყო. ორ ქულიანზე ხო ხო. მე უკვე რაღაცა შტრიხები უნდა ამოგვეცნო ამ შემთხვევაში. გავაგრძელოთ თამაში. მესამე რაუნდი, დოკუმენტური. დაასახელეთ ნაწარმოები, რომელიც საუკუნეების წინ დაიწერა. მისი ავტორი უცნობია, ამიტომ სხვადასხვა დროს მას შუა საუკუნეების ცნობილ მწერლებს მიაწერდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას ტექსტის მაღალფარდოვნება იწვევს, რაც ამტკიცებს, რომ ავტორს შესაბამისი განათლება ჰქონდა მიღებული. მეცნიერები ნაწარმოებს ორი დამოუკიდებელი ტექსტის ნაერთადაც განიხილავდნენ. მაგრამ მისი სრული ვერსია 3 დამოუკიდებელ რედაქციაში, კერძოდ მარიამისეულ, მაჩაბლისეულ და მცხეთურ ნუსხებშია დღემდე შემონახული. მრავალი ისტორიული ასპექტის გადმოცემის გარდა, ტექსტი ჰიმნოგრაფიული ხასიათის. აუ, მოდი, მილიონი. იყოს ქებაი და დიდებაი ქართული საენისაი, ეგრე ქვია. გოსცი. ავტორი დიდებაი ქართული საენისაი. ეგზოსიმეს. საინტერესო ვერსია, მაგრამ ეს არ არის სწორი. ვიცით რა. გავაგრძელებ ბრაზილიასთვის ყურადღებით. ჰიმნოგრაფიული ხასიათისაა, რასაც მისი სათაურიც ცხად ჰყოფს. ამ ქების მთავარი ადრესატები კი ცნობილი მამაშვილი მეფეები არიან. ვერსია არ არის 30 წამი გაქვთ ფიქრისთვის. არა მამაშვილი. ანუ ვიცი. გიორგის და თამარის დიდება. ვიცია. არ ვიცი. თამარიანი? თამარიანი ჩამოვადის აიგო რეჩი. მაგრამ არა. და მამაშვილი რომელი ვიცი? თამარი და გიორგი იქნება მოიჭო. რატო ყველა მამაშვილი, მამა. გიორგი მესამეო. გიორგი და თამარი. ეს ვაშაგრობის იმუთი. მიფიქრე რაც გაიხსენე, არ ვიცი. 3 2 1 ხო. ყوار გაქვთ ვერსია. სხვა რაღაცაში მოგვეწია 30 წამის დახარჯი. მოგეწი. დამატებითი მინიშნება, მეგობრებო. დამატებითი მინიშნება. გამოსაცნობი ნაწარმოები მე-13 საუკუნით თარიღდება. ის ქართლის ცხოვრებაში შემავალი ერთ-ერთი თხზულებაა, რომლის ავტორად ანტონ გნოლის თავისძეს, სარგისთ მოგველსა და სხვებს ვარაუდობდნენ. ის თამარის პირველი ისტორიკოსის ტექსტია, რომელშიც გიორგი მესამესად შევხვდებით. აი, აბა ბრაზილია. ის გაუშვა. აი მიდი. გამოუშვით რამ. 3 ცხოვრება და ხო. 2 მეფე თამარის. ბატონო, ცხოვრება მეფე თამარისა. ცხოვრება მეფე თამარისა. სხვა რაღაც ქვია და არც ეს არის სწორი პასუხი. არა. ეს არ არის სწორი პასუხი. რა ვერსიები იყო კიდე? თამარიანი რომ ჩახუხადის მეორე რა. ვერსია თქვა. არა. მეტი არ ვიცი. აი აზმაინ და შარავანეთთანია? გამარჯობა. ყოჩა, ენაცვალი. აი, არა. ისტორიანი და აზმანი შარავანდეთანი, ეს არის მეტისმეტად პოეტური ტექსტი, თუმცა ისტორიული ცნობების მომცემი ჩვენთვის, ამიტომაც არის ჰიმნოგრაფია. ისტორიანი და აზმანი შარავანდეთანი, ბოლომდე უცნობია ვინ არის ბოლო ავტორი მისი. სხვადასხვა ვერსიები არსებობს ისტორიოგრაფიაში. გავაგრძელოთ თამაში. მეოთხე რაუნდი, სხვადასხვა.
გამოიცანით ის, რაც 1000 წლეულები არსებობს და დღემდე ყველგან შევხვდებით. მისი თანამედროვე ტექნიკა ჯერ კიდევ რომის იმპერიაში შეიმუშავეს. შუა საუკუნეებიდან ის დახვეწილი ინტერიერებისა და ფასადების განუყოფელი ნაწილია. სულხან საბას განმარტებით ეს სიტყვა თურქულია და ქართულში რამდენიმე შესატყვისი მოეძებნება. მის ალტერნატივებად კი საბა არდაბაქსა და კანკელს გვთავაზობს. გრამატიკულად ის 7 კუმშვად კვეცადი სიტყვიდან ერთ-ერთია. ინგლისურ ენაში ქარს უკავშირდება, მეგრულ ენაში კი მზეს. მას ხშირად შევხვდებით სარკმელი? არა. კაი არა. სარკმელი შეიძლება. არ არის სწორი პასუხი. გავაგრძელებ შეკითხვას ბრაზილიასთვის. მას ხშირად შევხვდებით ტერმინებში, რომელიც სადმე გასასვლელს ან დამაკავშირებელ გზას აღწერს. ეს სიტყვა ასევე გვხვდება მე-20 საუკუნის ცნობილი ავანგარდისტი პოეტის ნაწარმოების სათაურში. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ. მე-20 საუკუნის ხიდი ხო? არა, ძმა, 7 სიტყვაში იქ იყო ხიდი. აი, მარტივია, როგორ ცოტა მოსახო. ვინდზე. ქარი. ზე როგორა? თუთორი. არია. 3 2 1 ირა თქვა. ამოიწურა 33 და დამატებითი მინიშნება მოისმინეთ. გამოსაცნობის სიტყვის მთავარი ფუნქცია სივრცის ჰაერითა და სინათლით მომარაგებაა. ძირითად პირობაში ნახსენები ნაწარმოები დანიელ ხარმსს ეკუთვნის, რომელიც დღიურში ამ ფრაზით სატრფოს მიმოხილავს. პანჯარა. ეს არის პანჯარა, რა თქმა უნდა, მეგობრებო. იმან პანჯარა. არის აქვს ხარცის იმჭი. window. კი, ბატონო. მეგრულად როგორ არის? გიორგი საინკიძე არ გვეტყვის? რას? პანჯარა როგორ არის მეგრულად? არ ვიცი. ზეველია მეგრელი. ზევერთაგნე მეგრულად ეგრე. თვარესთან. ბჟა და თუთ არის ეს. მე უნდა გითხრა, ჰოთელ კაფეში. მომჭრა თავი. კარგით, პანჯარა დანიელ ხარმსის შენს პანჯარაში დამინახავ არის ასეთი ნაწარმოები და აქედან უნდა გადავსულიყავით პანჯარა არის კუმშვად კვეცადი არის თურქული წარმოშობის და ასე შემდეგ. 4-0 ხდება ანგარიში ამ რაუნდის შემდეგ, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია რომ ნახოთ შემეცნებითი ვიდეო რგოლი და მერე გავაგრძელოთ თამაში. ჰარვი დენტი დეტექტივ კომიქსის ფურცლებზე პირველად 1942 წლის აგვისტოში ჩნდება. მას ბობ კეინი და ბილ ფინგერი ქმნიან. კეინისთვის შთაგონებად რობერტ ლუის სტივენსონის დოქტორი ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი იქცევა. კეინს სურს შექმნას პერსონაჟი, რომელიც ადამიანის ბუნებაში არსებულ ორგვაროვნებას წარმოაჩენს. ტრაგედიამდე დენტი გოთემის პატიოსანი და სამართლიანი ოლქის პროკურორია, რომელიც ქალაქის ქუჩების ორგანიზებული დანაშაულისაგან გაწმენდას ცდილობს. სახის ნახევრის დაზვით მიღებული ტრამვა და ფიზიკური დამახინჯება ჰარვიში ფარულ ფსიქიკურ პრობლემებს აღვიძებს, რის შემდეგაც კრიმინალად იქცევა. მას აქვს მონეტა, რომელიც მისი სახის ორ ნაწილს სიმბოლიზირებს. მისთვის სამართლიანობა მხოლოდ და მხოლოდ შანსსა და ალბათობაშია, რადგან გადაწყვეტილების მიღებისას მონეტას აგდებს. გრძელდება წიგნების თარო, კიდევ 5 ლიტერატურული რაუნდი გვაქვს სათამაშო, ამიტომ ყურადღება მოიკრიბეთ მეგობრებო. მეხუთე რაუნდი ვიდეო შეკითხვა. ნაწარმოები, რომელიც თქვენ ახლა უნდა გამოიცნოთ, საუკუნეთა მიჯნაზე გამოიცა და პოპულარობა მალევე მოიპოვა. იგი ჟურნალმა Time-მა 1923-2005 წლებში გამოსულ 100 საუკეთესო ნაწარმოებს შორის დაასახელა. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ცნობის თანახმად ავტორმა წიგნი კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაწერა. რომანი მისთვის პირველი გამოქვეყნებული ტექსტი იყო, რომელმაც საქვეყნო აღიარება იქ აიდუმო ისტორია ხო არ არის? ეხლა ხანს გამოიცა ქართულად, მაგ პერიოდში არის დაწერილი. პირველი რომანი იყო 9 წელი წერდა და კემბრიჯში არ დადიოდა მგონი, მაგრამ არ ვიცი ნახოთ რა არის. ყველაფერი ემთხვევა ჯერჯერობით რაც გითხარი კემბრიჯის გარდა, თუმცა არ ვიცი შეიძლება კემბრიჯიც ემთხვევა. ვინ არის ავტორი? რა პოჩქარო? დონა ტარტი. დონა ტარტი. სამწუხაროდ ეს არ არის სწორი პასუხი. არა, ეს არ არის სწორი პასუხი.
გააგრძელებს მოსმენას ბრაზილია. რომანის თემები ახლოსაა ავტორის სოციალურ და კულტურულ მემკვიდრეობასთან. ამ რომანის სიუჟეტი თანამედროვე ემიგრირებული დიასპორების გარშემო ვითარდება. ეს კი გასაკვირი არ არის, რადგან მწერალი თავად წარმოშობით იამაიკიდანაა. მას ორი მთავარი გმირი ჰყავს. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან. მულტიკულტურულ ლონდონში ცხოვრობენ, ერთმანეთი კი მეორე მსოფლიო ომში, ბრიტანულ არმიაში მსახურობისას გაიცნეს. აჭერს ბრაზილია. წიგნი ხო? თეთრი კბილები. თეთრი სპილები. ეგა. ზედის მითი. კი, სამალი კვადი და მეორე პერსონაჟი დამავიწყდა. არჩი ჯონსი არის მეგონი. იამაიკელი ავტორია ლუკაშენს მითხარი რამე ბა. მარტივად მეტი რაღა. ეს ორი პასუხია, ეს არის თეთრი კბილები. რაც საჭირო იყო კითხვის დროს. იამაიკელი წარმოშობის ბრიტანეთში მოღვაწე, კემბრიჯით დაამთავრა და სხვა შორის მე ერთ-ერთი ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ კემბრიჯულ მინდორებში, პარკებში იჯდა ხოლმე, როცა ამ წიგნს წერდა ქალბატონი ზეიდი. ეს სამი ქულა კიდევ ბრაზილიას აქტივში 7-0 ხდება ანგარიში და გავაგრძელოთ თამაში. მე-6 რაუნდი. ასოციაცია. დესპანი თათბირი შეკრება წყურვილი 6 გვარი სისხლი ზარბაზანი ფიცი ალმური სიძეძმური სიყვარული სიმრავლე იმერეთი კაცია დადიანი სოლომონ პირველი ლაშქარი ლაშარელა ხო არ არის? რა? ლაშარელა ხო არ არის? ლაშარელა. მე მგონი სოლომონ პირველს დროში საკმაოდ ლაშა გიორგიზეა. ლაშა გიორგიზეა. სოლომონ პირველი მერეა. არ არის ეს სწორი პასუხი სამწუხაროდ, მაგრამ ბრაზილიას კი აქვს 30 წამი ფიქრისთვის. ცით ყველას კი საკითხო ხრესილის პრობლემას კიდე არის ლაშქარი კიდე ის სიძური თუ რაღაც ხო რაღაცა ომია დესპოტი ჯარი ქართულია უეჭო იმბერო გამსახურდია სკოლაშონა კლდიაშვილის აიქნა სეროკლიაშვილის სკოლა რა 3 2 1 ამოიწურა 30 წამი და გადაწყვიტეთ რომ დამატებითი მინიშნებაც მოისმინოთ. კეთილი. პოემა მე-18 საუკუნე ოდიშის და გურიის სამთავროები ოსმალეთის იმპერია სოფელი. რუხის ომი. ან დავაზუსტო? დააზუსტე. რუხის ბრძოლა. რუხის ბრძოლა. გაიგე. რუხის ბრძოლა ქვია ამ პოემას, რომელიც ეკუთვნის ბესარიონ გაბერტულთან ბესიკს და შესანიშნავი პოეტური ნიმუშია ქართული პოეზიის. არისო მარტივი შეფერილობა. ამიანზე ქონდა ვერსია და ვერ გავიცი. ქონდათ ვერსია სამზე. ყოჩახ მაშინ. ნამდვილად ერთი ქულა ნამდვილად დამსახურებულია და 8 ქულამდე ზრდის ბრაზილია საკუთარ უპირატესობას. თუმცა 3 რაუნდი წინ არის, 9 ქულა უნდა გავათამაშოთ, მე-7 რაუნდი ავტორი. გამოიცანით ავტორი, რომელიც მე-20 საუკუნის შუა წლებში სასებოში დაიბადა. სტუდენტობისას იგი როკ ჯგუფსა და რაგბის გუნდშიც კი ირიცხებოდა. მოგვიანებით სკოლის გაზეთისთვის დაიწყო წერა და აქვე გამოიკვეთა მისი მთავარი ინტერესიც. წერლობის გარდა იგი სცენარისტი და კინორეჟისორია. კარიერის საწყის ეტაპზე მას თავისივე ნაწარმოებების ეკრანიზაციებიც აქვს გადაღებული. ასევე საინტერესოა, რომ მას სამშობლოში ლიტერატურის მარადონა. ლიტერატურის მარადონა. ჰარუკის და რიუს შორის ვარჩევდით და ეგამ რიუ არისო და აი მაგ ფაქტით დავწუნდი. სასებო იცით სად არის? იაპონიაში რაგბის გუნდში შეიძლება ბრიტანეთში. რომელიღაცა მურაკამი გვახსოვდა რომ იყო რაგბის გუნდში თამაშობდა და ვარჩევდით. იქნებოდა თუ ჰარუკი და ლიტერატურის მარადონას დაშვილები აგვერია. რიუ მურაკამის სწორი პასუხია ნამდვილად. სწორედაც რომ რიუ და არა ჰარუკი
ლიტერატურის მარადონას ეძახიან იაპონიაში. არა მხოლოდ ტალანტით გავს, არამედ სტილითაც, ცოტა ხულიგნური, ცოტა გამბედავი, ესეთი რაღაცნაირი საინტერესო წერის სტილი აქვს რიუ მურაკამის. გავაგრძელოთ თამაში. მერვე რაუნდი. ეკრანიზაცია. კოროლაინი. ეს კი ლეონის სამიკულა პირველივე კადრზე. ეს სწორი პასუხია ნილ გეიმანის. კადრიც არ მჭირდებოდა საუნდტრეკით ეგრევე. როგორც კი პირველი ბგერა გაჟღერდა, მზად იყავი რომ დაგეჭირა ღილაკზე. კორალაინი სამიკულის მომტანია ლეონისთვის და ანგარიში შესაბამისად ცირდება 11-3 ხდება ანგარიში 11-3 და ერთი რაუნდი გრჩება ლიტერატურულ რაუნდებში. მოემზადეთ მეგობრებო, ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მე-9 რაუნდი ნაწარმოები. გამოსაცნობი რომანი მე-20 საუკუნეში გამოიცა და ავტორის პირად გამოცდილებას ეფუძნება. კერძოდ იმ პერიოდს, რომელიც მან აღმოსავლეთში ტყვეობაში გაატარა. წიგნის ცენტრალური სიუჟეტი რეალურად არსებულ მოვლენას ეხება, თუმცა დეტალები ძირითადად გამოგონილია. მეტიც ისტორიულად პირობები ბევრად რთული იყო, ვიდრე ეს ნაწარმოებში აღწერილი. რომანის მთავარი პერსონაჟის პროტოტიპად ბევრი ლეიტენანტ დიდი მდინარე ყვაის. რატომ? ფილმაში არის. ანუ ნიკი იყო რა ტაილანდში და გავს წეს. პირობები უფრო რთული იყო იმ წიგნსა. ლეიტენანტი კი. ხდება ამ ნაწარმოებში. ნიკოლსონია რა რა. ვინ არის? პიერბული. პიერბული. დიახ. რა აქვს კიდე პიერბულს დაწერილი? მაიმუნების პლანეტა. მაიმუნების პლანეტის თავი გმირი ვინ არის? ცეზარი. ცეზარი ვინ ვიცით ისტორიიდან? სალათი. აი დაახლოებით ასე გამოიყურება ხოლმე გუნდების გასაუბრება, მეგობრებო. როდესაც მათ ვარჩევთ ციგნების თაროსთვის. თუმცა ახლა რა თქმა უნდა ეს სწორი პასუხია. ეს არის ხიდი მდინარე ყვაიზე პიერბულის ბევრ დოკუმენტურ დეტალზე დაფუძნებული რომანი, შეგვიძლია ესე ვთქვათ, თუმცა მხატვრული რომანი მაინც საბოლოო ჯამში. ხიდი მდინარე ყვაიზე, ამგვარად ლიტერატურული რაუნდები გავიარეთ. მოდი ვნახოთ შემეცნებით ვიდეო რგოლი. გავიგოთ უფრო მეტი მაგალითად კორალაინის შესახებ და მერე გავაგრძელოთ ქართული ეტაპით. ნილ გეიმანი კოროლაინის წერას 1990 წელს თავისი ქალიშვილისთვის იწყებს. ჰოლი გეიმანს საშიში ისტორიები უყვარს, რომლებშიც პატარა გოგონები მონსტრებს ამარცხებენ. წიგნი შთაგონებულია კლასიკური ძმები გრიმების სტილის ზღაპრებით, სადაც საფრთხე რეალურია და ბავშვებს გადარჩენისათვის დიდი სიმამაცე და საზრიანობა სჭირდებათ. დასრულებული ვერსია 2002 წელს გამოდის და უმალვე იმსახურებს კრიტიკოსების მოწონებას. კოროლაინისთვის გეიმანი იგებს ჰიუგოს ნებულასა და ბრემ სტოკერის პრემიებს. 2009 წელს ჰენრი სელიკი ანიმაციურ ეკრანიზაციას იღებს, რომელშიც იდეალურადაა გადმოცემული ავტორის ატმოსფერო. გეიმანი ამბობს, რომ წიგნის მორალია ნამდვილი სიმამაცე, როდესაც შიშის მიუხედავად აკეთებ იმას, რაც საჭიროა. გრძელდება წიგნების თარო, ქართული ეტაპი გვაქვს სათამაშო, პირველი ქართული რაუნდი ისტორია. გამოიცანით ადამიანი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა. გაჭირვების გამო სკოლა ვერ დაამთავრა, თუმცა მალევე ქუთაისის სტამბაში შეგირდად მიაბარეს. რამაც მის ჟურნალისტად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. თბილისში გადმოსვლის შემდეგ მან გაიცნო იმ პერიოდის დიდი მწერლები და ინტელექტუალები. ირიცხებოდა მესამე დასშიც და ჩართული იყო რევოლუციურ საქმიანობებშიც. გარდა ამისა, იყო დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი და პირველი დამფუძნებელი კრების წევრი. სიცოცხლე ემიგრაციაში დაასრულა. მისი პირველი მემუარები პარიზში დაიბეჭდა. საფლავი კი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე მდებარეობს. სამი? ბრაჟილია? აი, უბრალოდ ვერსიის დონეზე იყოს აკაკი ჩხენკელი, მაგრამ მეჭვ. აკაკი ჩხენკელი. ხო, არა, ეს არ არის. სწორი პასუხი, ეს არის სწორი პასუხი. სხვა ბიოგრაფიულ დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას ჩხენკელში. რა თქმა უნდა, ილიონს აქვს უფლება რომ დააფიქსიროს თავისი ვერსია. გისმენთ? თაყაიშვილი ექვთიმე. არც ეს არის სწორი პასუხი.
არა. მეთაყაიშვილზეა საუბარი. ეს ისტორიული მოღვაწე, რომელმაც ძალიან ბევრი ცნობა შემოგვიტოვა თავისი მემუარებით სწორედ ემიგრაციის მთავრობისა და იმ პერიოდის შესახებ, არის ვლასამ გელაძე. ვლასამ გელაძე. არა მაქვინარი, მაგრამ კაი. მეორე ქართული რაუნდი გეოგრაფია. დაასახელეთ ტოპონიმი აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. ეს სოფელი სნოს თემს ეკუთვნის. მისი სახელის წარმოშობა კი სავარაუდოდ მთას უნდა უკავშირდებოდეს. ისტორიულად აქ მე-18 საუკუნეში ხევსურები ჩასახლებულან, ერეკლე მეორის ნებართვით. მის ტერიტორიაზე მთის ბროლიც მოიპოვება. ამ ადგილს ძალიან ხშირად სტუმრობენ ჯუთა. ის ბროლი არის მაშინ. ჯუთა. იცის? იცის. იცის. ისე გაახსენა უნდა დამეჭი. ძალიან მიჭირს ესეთი ემოციური პასუხის მერე არასწორი. ვარი ვთქვა თქვენ. ის ბროლი მან დაწესდა. მაგრამ ეგა. ეს არ არის სწორი პასუხი. ის ბროლი არის. ის ბროლი გინახავს პირადად ჯუთ. არა. არც არ ზაგიკითხავს რომ იქ არის. სამიგი. მოიცი? ეგა. იქ ხშირად ჩადიან ჩანჩქერისა და ჭაუხების სანახავად. რომ ეს არის ჯუთა, ეს ორი პასუხია ნამდვილად. ჩაკა. იცის როგორც თეგამ თქვა. რა გინდა რომ ქნა? იცის ადამიანმა და ორი ქულაც მოაქვს თავისი გუნდისთვის. ჯუთა. მესამე ქართული რაუნდი კულტურა. ახლა კი თქვენ უნდა გამოიცნოთ ცნობილი კინოსურათი, რომელიც ეკრანებზე 1959 წელს გამოვიდა. და მაშინვე დაიპყრო განსაკუთრებით თბილისელი მაყურებლის გულები. ფილმმა გენიალური მსახიობის სერგო ზაქარიაძის ერთ-ერთი უკვდავი როლი შემოგვინახა. ასევე გამორჩეულია მასში ბელა მირიანაშვილის. ეს არის დღე უკანასკნელი დღე პირველი. ეს არის დღე უკანასკნელი დღე პირველი, ეს აბსოლუტურად სწორი პასუხია. პოსტალიონის როლი ყველას ახსოვს ნამდვილად და არა მხოლოდ როლი, შესანიშნავი მუსიკა, შესანიშნავი ფილმი და ასე შემდეგ. დღე უკანასკნელი დღე პირველი. ამგვარად კი ჩვენ ქართული ეტაპი ამოვწურეთ და ზოგად რაუნდებზე გადავდივართ. ხელოვნება ვითამაშოთ მეგობრებო. ეკუნა გიორგი პირველი ზოგადი რაუნდი. ხელოვნება. დაასახელეთ ადამიანი, რომელიც 1913 წელს ბუდაპეშტში დაიბადა. პოლიტიკური მდგომარეობის გამო მას ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ევროპაში ყოფნისას კი ჯამურად 5 ომი გამოიარა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის, ანუ ენდრე ერნო ფრიდმანი, ამერიკაში გადავიდა და ყველასათვის ცნობილი ფსევდონიმით დაიწყო საკუთარი შემოქმედების გამოქვეყნება მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ჟურნალებში. საინტერესოა, რომ მან საქართველოშიც იმოგზაურა ცნობილ მწერალთან ერთად. თუმცა მისი რობერტ კაპა. ეს არის რობერტ კაპა, ეს ორი პასუხია. ფოტოგრაფი იყო და სტაინბეკთან ერთად იმოგზაურა. ჯონ სტაინბეკთან ერთად იმოგზაურა და ფოტოზე ასახა მაშინდელი საქართველო. ეს არის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფოტოგრაფი, ალბათ მიჩნეულია ასე ყოველ შემთხვევაში რობერტ კაპა. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. მარი, თეგა, მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP. მეორე ზოგადი რაუნდი მეცნიერება. ახლა კი უნდა გამოიცნოთ სამედიცინო ტერმინი, რომელიც პირველად მე-19 საუკუნეში გამოიყენეს. მის შესახებ პირველი ჩანაწერები მე-16 საუკუნის ფრანგ სამხედრო ექიმს ეკუთვნის. გამოკვლევების თანახმად მასზე პასუხისმგებელი სომატოსენსორული ქერქია, რომელიც სტრესის, სხეულის ტემპერატურის ცვლილებისა და სხეულის ზოგი ნაწილის პოზიციების შეცვლისას აქტიურდება. ეს, როგორც წესი, დღის განმავლობაში რამდენიმე წამით ან წუთით გრძელდება. თუმცა ამ უცნაურ ფენომენს დიდი სტრესის გამოწვევა შეუძლია,
რასაც სხეულის რომელიმე ორგანოს დაკარგვა უსწრებს წინ. 3 2 აჭერს თეგა. გისმენ და დასკვნამდე მიხვედი? არ მაქვს ვერსია. არ გაქვს პასუხი. კეთილი, არ გაქვს პასუხი. მარის აქვს უფლება დაახსნას თავისი ვერსია, მაგრამ მარისაც არ მოვიდა რამე ისეთი ვერსია თავში, რომ სცადოს სხეულის რომელიმე ნაწილის დაკარგვის, ამპუტაციის, მოცილების შემდეგ ხშირად იმ ნაწილის ტკივილი ნარჩუნდება ხოლმე ადამიანებში. ეს არის ფანტომური ტკივილი, მეგობრებო. ფანტომური ტკივილი ძალიან უცნაური მოვლენა, იმიტომ რომ როგორ უნდა სტკიოდეს ადამიანს ნაწილი, რომელიც არ აქვს, მაგრამ აი რაღაც სომატოსენსორული ქერქი ამაზე პასუხს აგებს. სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. ლიზი, ლუკა, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. დაასახელეთ სპორტსმენი, რომელიც მე-20 საუკუნეში სიეტლში დაიბადა. უმაღლეს ლიგაში პროფესიონალურ დონეზე თამაში 21 წლისამ დაიწყო. გამთამაშებლის პოზიციაზე კი ჯამურად 8 გუნდში იასპარეზა. 1.75 სანტიმეტრ სიმაღლეს კალათბურთელისთვის ხელი არ შეუშლია, რადგან მისი კარიერის ჰაილაითები ძირითადად სამქულიანები, ჩატენვები და დაფარებებია. მას გუნდთან ერთად ჩემპიონობა არასდროს უზეიმია. თუმცა პირველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ის ჩატენვების კონკურსი 3-ჯერ მოიგო. 3 აბა ლუკა 3 რობინსონი ჩატენვების კონკურსი 3-ჯერ. დაბალი იყო და ეს არის ნეით რობინსონი, ეს სწორი პასუხია ნამდვილად. რობინსონია ეს კალათბურთელი, მიუხედავად სიმაღლისა ჩატენვების კონკურსი მოიგო, რაც უცნაურია. მოიგო კი არა 3-ჯერ მოიგო და ამით გამორჩეული კალათბურთელი გახდა კალათბურთის ისტორიაში. მეგობრებო, ამოვწურეთ ზოგადი რაუნდები. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი, ჩვენი ერთგული მეგობარი და პარტნიორია PSP და იმასაც გეტყვით, რომ ახლა ვიდეო რგოლს ნახავთ და მერე უკვე ბლიცს ვითამაშებთ. ენდრე ერნე ფრიდმანი 1913 წელს ბუდაპეშტში ებრაულ ოჯახში იბადება. პოლიტიკური დევნის გამო ის ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი პარიზში გადადის. 1930-იანი წლების ევროპაში მომძლავრებული ანტისემიტიზმისას მისი ფოტოები არ იყიდება, რის გამოც გერდა ტაროსთან ერთად ფსევდონიმ რობერტ კაპას ქმნის. 1936 წელს აშუქებს ესპანეთის სამოქალაქო ომს, რა დროსაც იღებს მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოს ჯარისკაცის დაცემა. ესპანეთში მუშაობისას გერდა ტარო იღუპება, რაც სამუდამო იარად რჩება. კარიერის პიკს მეორე მსოფლიო ომის დროს ჟურნალ ლაიფისათვის მუშაობისას აღწევს. კაპას ეკუთვნის ფოტოჟურნალისტიკის ყველაზე ცნობილი და ფუნდამენტური ფრაზა: თუ შენი ფოტოები არ არის საკმარისად კარგი, ესე იგი არ იყავი საკმარისად ახლოს. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. ვაგრძელებთ წიგნების თაროს, ვაგრძელებთ ბლიცის ეტაპით, რა თქმა უნდა, ილიონი და ბრაჟილია იბრძვიან ერთმანეთის პირისპირ ნახევარფინალში ადგილის მოსაპოვებლად და მარი და გიორგი ითამაშებენ ბლიცს. პირველი გიორგისკენ უნდა გადავინაცვლო, იმიტომ რომ წინ არის ბრაჟილია. მზად ხარ? სადურ. დავიწყოთ ბლიცი გიორგისთან. დავიწყოთ. სადავრი ავტორია გრაცია დელედა. იტალიელი. სწორედ ვინ დაწერა კოღო ქალაქში? ელონე ხლუიანი. სწორედ რაშია ქალიკო ბოაბეს რომანი. სწორედ რომელ ქალაქში ვითარდება ოპერის მოჩვენების მოქმედება? პარიზი. სწორედ რაგვარია თომას მანის გუსტავი? აშენბახი. სწორედ რომელ საუკუნეში დაიწერა ალისფერი დამღა? მე-19. სწორედ ბახტრიანში რა ქვია ომიდან გაქცეულ მებრძოლს? შემდეგი. წიწოლა რაინას დაიწერა შინდლერის სია? გერმანულ. ინგლისურ პოტრიადაში რისი პროფესორი გახდება ნევილ ლონგბოტომი? ჰერბოლოგია. სწორია ამირჯებთან რომელ ტყეში ცხოვრობდა არქიპო სეთური? საირმე. სწორედ რომელ საუკუნეში გამოიცა ბოლო ჟამის ომი? მე-20. სწორედ რა ქვია სტივენ კინგის პერსონაჟ დისკეინს? როლანდი. სწორედ კიპლინგთან რა არსებაა რიკი ტიკიტავი? მანგუსტი. სწორედ ბარიკოს რომელ წიგნში გვხვდება გემზე დაბადებული პიანისტი? მე-20. სწორედ რაგვარია კირილე დავით კლდიაშვილთან? მინოშვილი. სწორედ სად მივყავართ ყავს როს მაკდონალდის? ელდრანჩოში. სწორია ნატო დავითაშვილის ორცის ორდენის? კავალერი. სამხეთზე რამდენ ვერცხლად გასცა იუდა მიესო? 30. სწორედ ლინდგრენთან რა ქვია ობელმა წანწალას? შემდეგი რასმოსი. სწორია სადავრი ავტორია მარიო ბენედეტი? ურუგვაელი. სწორედ რომელ წერალთან ხვდები ტერმინ კვიზაც ჰადერაქს? ჰერბერტი. სწორედ კონცეფციაში რომელი ქვეყნის მმართველია შავი პანტერა? ვაკანდა. სწორედ რომელ ქალაქში ვითარდება უმანკოების მუზეუმის მოქმედება? სტამბული. სწორედ ფილიპ როთის პორტნოის? სინდრომი. სწორია, დრო ამოიწურა.
დრო ამოიწურა და გიორგიმ დააგროვა 21 სწორი პასუხი. 21 სწორი პასუხი. გახსოვს რა გითხარით და თამაშის დაწყებისას? ხო. მაგით არ ჩავისვი ლივერპული. 21-ს აიღებთ. მე კი ვინაცვლებ მარისკენ, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა ბლიცს. მარი მზად ხარ? დავიწყოთ ბლიცი, მარის. დავიწყოთ. სადორი ავტორია ვისლავა შიმბორსკა? პოლნელი. სწორედ ვინ დაწერა ვენერას სიზმარი? სკაჩაძე. მორჩილაძემ როგორი მხარეა იესუნა რეკავაბატა სიმანის სწორია, რომელ ქალაქში ვითარდება გოლემის მოქმედება? პრაღა. სწორედ რაგვარია თომას მანის პერსონაჟი ტონიო? დროგერი. სწორედ რომელ საუკუნეში დაიწერა აბესალომ? მეოთხე. სწორედ ბახტონაში ვინ ანთებს სანთელს ხატებისთვის? კვირია. სანათა რაინას დაიწერა სოფის არჩევანი? ინგლისურად. სწორედ პატრიოტაში ვინ მოკლა ნაგინი? მოლი ვიზლი. ლონგბოტომმა ამირეჯის რა ქვია არქიფოსეთურის ენის მიმტანკობიას? სწორედ რომელ საუკუნეში გამოიცა ცუდი გოგოს ოინები? 21. სწორედ რა ქვია სტივენ კინგის პერსონაჟი დიუფრეინს? ენდი. სწორედ კიპლინგთან რა არსება აკელა? მგელი. სწორედ ბარიკოს რომელ წიგნში მიემგზავრება ვაჭარი იაპონიაში? ბაბრაშუმი. სწორედ როგორია პლატონი დავით კლდიაშვილთან? სამაშვილი. სწორედ როგორი მზერა როს მაკდონალდის წიგნის სათავში? იდუმალი. უკანასკნელი დავითაშვილის ლურჯის მოსკვა. სწორედ რამდენჯერ უარყო პეტრე მიესწრო? სამი. სწორედ ლინდგრენთან რა ქვია ყაჩაღის ასულს? რონია. სწორედ სადორი ავტორია გაბრიელა მისტრალი? ჩილე. სწორედ რომელ წერალთან ხვდები ტერმინ გროკს? ვონგუტი. ჰაინლაინთან კომიქსებში რომელი უიშვიათესი მეტალი მოიპოვება ვაკანდაში? სწორედ ფამუკთან რომელ ქალაქში ვითარდება თოვლის მოქმედება? საყარსი. სწორედ სოლ ბელოუს ენდერსონი? მეფე. სწორედ სადორი ეპოსია შაჰნამე? ინდური. სპარსული ვისი ლექსია გოგჩა? მაჯარია ჭავჭავაძე. სწორია. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და მარიმ დააგროვა 20 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მარის შესანიშნავი ბლიცით და დაბრუნდით მოთამაშეები. გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. საბოლოოდ კი ანგარიშით 41-25 იმარჯვებს ბრაზილია და გადადის ნახევარფინალში. მეგობრებო, გრძელდება წაუგებელი სერია. ყოჩახ პირველ რიგში, ყოჩახ ნამდვილად გულწრფელად და ნახევარფინალში წარმატებებს გისურვებ. აი ამ ტემპს და ამ შემართებას შეინარჩუნებთ. თქვენ ბეც ძაღლი არ დახტებს როგორც იტყვიან. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ბრაზილიას. და თამაშის წესი ასეთია, რომ ძალიან კარგი გუნდები ცდავენ ხოლმე სეზონს. ამჯერად ასეთია ილიონი. მოდით ხურვალი აპლოდისმენტები ლიზის, მარის და ეკუნას. გასვიდამთ. დღევანდელი დღე მარცხისა ყოფილა მეგობრებო, მაგრამ გული არ გაიტეხოთ, ნამდვილად შესანიშნავი თამაშები დაგვიტოვეთ ამ სეზონში. მაყურებელს დავიმშვიდობები. პირდებით რომ ერთმანეთს შევხვდებით წიგნების თაროში. თქვენ უყურებთ ჩვენს შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. შენ ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას